ეხლა ეს სრულ უკვე დასრულებული პროდუქტი არის და შიგნით ანუ ყველა ეს დეტალი სათითაოდ ესე ვქოთ ყველა კომპონენტი მზადდება ჩვენს საწარმოში აი ეს დიზაინის თუ ეს როგორი უნდა იყოს ამ დიზაინს გულისხმობ არა ვიზუალურ მხარეს არა ინჟინერულ მხარეს რა ეს ყველაფერი ჩვენი შექმნილი არის ანუ ჩვენი რეცეპტია ესე რომ ვთქვათ გავერთიანდით ამ ჩვენი იდეა გავაერთიანეთ ქართული ნედლეულის გარშემო მის უცხოურმა ბრენდმაც დაიწყო მსგავსი ბოჭკოს გამოყენება რა და ამ ბოჭკოს ბაზალტის ბოჭკოს ნამდვილად აქ აკუსტიკისთვის საუკეთესო თვისებები რა და ალბათ ცოტა ხანში კიდევ უფრო ფართო გამოყენების გახდება რა. კიდევ ახალი დავამატეთ სამოხმარებლო. ან თავიდან დავიწყეთ ეს იყო უფრო აი B2B მიმართულება, სადაც ესე იგი როგორც ახსენეთ საკონფერენციო დარბაზები, ტაძრები, ასევე შენობა ნაგებობები, სადაც დადგენილება 51 ეს რეგლამენტიაც შენობა ნაგებობის მოწყობის შესახებ. აი მაგ მიმართულებით ეს სადაც ეხება ეს დადგენილება დღეს თითქმის ყველა შენობა ნაგებობას ეხება ულებით ჩვენი დინამიკები შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმატებით და რატომ რომ აი ეს ბაზალტის ბოჭკო რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ეს არის ცეცხლმედეგი ესე ვთქვათ რაც აი სწორედ დადგენილება 51 რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად აი ზუსტად რომ ანუ საუკეთესო არის საბოლოო მიზანი არის რომ აკუსტიკური მიმართულებით რაც შეიძლება მეტი სფერო ავითვისოთ რა მათ შორის არა მარტო დინამიკები მაგალითად მუსიკალური ინსტრუმენტები ეს გამძლეც არის ანუ ბევრი სხვადასხვა გარემო პირობებს კარგად ერგება ავსი ტიპის დაუშვათ იმპორტირებული ბრენდი ბევრად მაღალი ფასიათდება ვიდრე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ. კი ბატონო, მით დაუჭიროთ ქართულ წარმოებას და ქართულ პროდუქციას.